ნოდარ მელაძის შაბათის მიერ გავრცელებული პოლიციური ძალადობის კადრებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა და ესე უბადრუკად იმართლა თავი. ეგაო 2022 წლის კადრები არისო და ჩვენო ეგენი დავიჭირეთ უკვე 2026 წლის თებერვალშიო, მაშინ აღიძრა 2026 წლის თებერვალში საქმე და მაშინვე დავიჭირეთ. მაქამდე რასაკეთებდით? ეს ვიდეო კადრები სპეციალურ პოლიციურ ჩატში იყრებოდა. იქიდან იმიტომ გამოჟონა, რომ ვიღაცამ გამოიტანა იქიდან პოლიციასთან დაკავშირებულ მან თავად პოლიციელმა და ის როგორც ცნობილია, გავრცელებული ინფორმაციით, ვინც გამოიტანა ეს კადრები დააკავეს. ანუ 2022 წელს ეს კადრები პოლიციელთა საიტზე რო იყრებოდა, იმის საჩვენებლად რა მაგრა ურტყამენ პატიმრებს და ამით ტკბებოდნენ ეს პათოლოგები. რატომ არ გამოიძიეთ ეს საქმე? რატომ არ დააკავეთ 2022 წელს ეს დამნაშავეები? და ის პოლიციელებიც, რომლებიც იმ ჩატში იყვნენ, ამას უყურებდნენ და ასეთ დანაშაულზე შეუტყობინებობა არ გააკეთეს, ანუ დანაშაული დაფარეს. გესმით ხალხო რაშია საქმე? ამ იმბეცილებმა ვითომ თავი რო იმართლეს, ეგაო 4 წლის წინანდელი არისო. ჩვენ ხო ვიცით, ამას პოლიციელები უყურებდნენ და ტკბებოდნენ. ეს არის სისტემური დანაშაული. ვერ გამოძვრებით აქედან ქოცებ. ეს არის ამაზრზენი ფაშისტური სახელმწიფო, რომელიც შეიქმნათ ბორიამ. თავადაც რუსული პროდუქტის, რა ვიცი, განსახიერებამ. რუსი არის ეს კაცი. აი, რასაც რუსები ჯალათობდნენ და ჯალათობენ. აი ესეთი ბოსელი აგიშენათ საქართველოში. ასე რომ ძირს პოლიციური ხუნტა. ეს არის სისტემური დანაშაული, ადამიანების მასობრივი წამება, რომელიც ჰააგის ტრიბუნალის პაციენტები იქნებით ამის გამო ქოცებო. სასტრაფოდ იქნეს გამოძიებული ეს საქმე და დასჯილი იქნეს ყველა დამნაშავე 2022 წლიდან, ყველა პოლიციელი, რომელიც იმ ჩატში იყო და ამას უყურებდა და არ ამბობდა. და 4 წლის მერე გაგახსენდათ იმის გამო, რომ ეს გამოიტანა ვიღაცამ და მიხვდით, რომ სასწრაფოდ უნდა მოგეყდინათ რეაქცია. გავრცელეთ ეს ვიდეო და ყველამ ერთად კიდევ გავითავისოთ. ეს არის პოლიციური ხუნტა, ეს სახელმწიფო აღარ არის. თითოეულ თქვენ შვილს აი ესეთი რაღაცა ემუქრება, იმის და მიუხედავად დამნაშავეა თუ არა. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ის შეიძლება გახდეს პოლიციური თავგასულობის და ფაშიზმის მსხვერპლი, ნებისმიერი თქვენთაგანი, ნებისმიერი თქვენი ოჯახის წევრი, იმის და მიუხედავად ქოცი ხართ, ნაცი ხართ, რა ვიცი, ვინც არ უნდა იყოთ. ამდენიც არ უნდა ლოკოთ ბიზნეს უკანალი, მაინც გიმუქრებაც საფრთხე, სასიკვდილო საფრთხე, იმიტომ რომ ბორია არის აბსოლუტური ბოროტება. რუსული პათოლოგიური რეჟიმის გაგრძელება საქართველოში, რომელიც უნდა გაიგავოს ქვეყნიდან.